სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. შვილთა მოყვარული და მზრუნველი მშობელი ცდილობს, რომ თავისი შვილი ზნეკეთილად აღზარდოს. ჩინებული განათლება მისცეს და გარდა ამისა, როგორც ერთგვარი ჯილდო ამ ყველაფრისა, მშვენიერი ტრაპეზი დაუგოს. შედარებით მდიდარი ტრაპეზი. სიყვარულის ნიშნად და მისი მზრუნველობისა. ჩვენც ესევე სამღვდელონი ვცდილობთ ჩაგვაბარა რა უფალმა ღმერთმა თავისი სამწყსო ველთავრებს, ხოლო მრევლნი დაბალ სამღვდელოებას ძალისაებრ ჩვენისა მრავალფეროვანი ტრაპეზი გაგიწყოთ, სულიერი და ყოველთვის და მოუღალავად გაძლევდეთ სულიერ საზრდოს. აი მაგალითად გასულ ოთხშაბათს საუბრობდით ღვთისმშობლის ჩვენთან ახლად დაწერილ ხატზე ღირსარს, რომელიც მობრძანდა იმ დღეს და დავანებული იქნა ჩვენი კურთხევით მამა გაბრიელის ტაძარში. ამ ხატის რაობაზე, წარმომავლობაზე და საზოგადოდ ღვთისმშობლის დიდებაზე. იმის წინ კვირა დღეს შემდგომად ლიტურგიისა ვეცადეთ მამათა მიერ განგვემართა კვირიაკის საკითხავი მათესაგან, კერძოდ იგავი ტალანტის შესახებ და ასე შემდეგ. დღეს სურს თქვენს არტუნოებას გავაცნო 12 მცირე წინასწარმეტყველთაგან ერთი მათგანის, იონა წინასწარმეტყველის ცხოვრება და არა უბრალოდ ცხოვრება, არამედ ვნახოთ მამათა დახმარებით თუ როგორ მოასწავებდა თავისი ცხოვრებით, მოქმედებებით და ესე შემდეგ იონა ქრისტე მაცხოვარს და ბევრ საეკლესიო საიდუმლოებას. კერძოდ იგი წინასწარმეტყველებდა ქრისტეშობამდე 8 საუკუნით ადრე, როცა ის ცხოვრობდა ქრისტეს მხსნელ ნებებზე, იერუსალიმის მოოხრებაზე უკანასკნელ შამს და ასევე უფლის დიდებით დაბრუნებაზე, ანუ მეორედ მოსვლაზე. ძალზე საგულისხმო წინასწარმეტყველებები აქვს, მაგრამ დღეს არის რა მისი ხსენება, რასაც გილოცავთ და გამოვთხოვ მეოხებას თქვენთვის და ჩემ ცოდვილისათვის, არც თუ შემთხვევით გაცნობთ, იმიტომ რომ დღეს წმინდა მოციქული კონდრატეს ხსენება აფოკამ მღვდელმოწამეს და საგანგებოდ რა თქმა უნდა ამოვარჩიე დღეს მელაპარაკა იონა წინასწარმეტყველი. განსხვავებული წინასწარმეტყველია წინასწარმეტყველთა შორის. აი რითია განსხვავებული, ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ ამას. უჩვეულოც კია მისი ეს განსხვავებულობა სხვა დანარჩენი წინასწარმეტყველებისაგან. კერძოდ განირჩევა მათგან ერთგვარი ურჩობით და თავდაჯერებით, რასაც თავის ადგილზე მოგახსენებთ. და გადაიკუხარა გუშინ დიდმა რევოლუციამ საქართველოში. სწორედ ამას მინდა დაუკავშირო მის ხსენებას და მისი ხასიათის ამთვისებას, რომლის გამო იგი დაისაჭა და ლამის სასიკვდინედ განიწირა, რასაც თავის ადგილზე მოგახსენებთ. აქვე რა კი ვახსენე, მინდა ეს რევოლუცია, ეგრეთ წოდებული დავზინო, რომ პირველი რევოლუციონერი ზეცაში იყო სატანა, ლუციფერი, რომელიც სატანად გარდაისახა. ამიტომ ასწვნიან წმინდა და ღმერთშემოსილი მაგები. ყოველი რევოლუცია ეს იქნება ცეცხლითა და მახვილი, სისხლის ზღვრით, ეგრეთ წოდებული ხავერდოვანი, ჩვენ გადავიარეთ რიგი და რიგი რევოლუციებისა, ვარდების, ტიტების თუ იასამნების, ყველა რევოლუციონერის მამა არის სატანა. და დასაგმობია აქედან გამომდინარე. როდესაც ეს არეულობა დაიწყო, კიდევ ერთხელ საქართველოში თვეების წინ, რითაც თავს იწონებენ, რომ თურმე ამდენი თვე ისინი არიან, ესე იგი, რევოლუციურ განწყობილებაზე, ჩვენ წარმოვსქვით სიტყვა მორჩილებისათვის ხელისუფლების, რომელიც იყო პირველ ყოვლისა ღვთივდიდებული მოციქული პავლეს სიტყვებზე არ აგებული, არ არის ხელისუფლება არა ღვთისაგან. და შემდეგ გაშლილი იყო სხვა წმინდა მამების სწავლებებზე, საზოგადო წმინდა წერილისა და ესე შემდეგ. მაგრამ ვინ ისმინა ჩვენი მეტადრე, როდესაც ესენი ამ თვეების და მიმოხეტიალის დროს რიტუალებსაც კი მართავდნენ საეშმაკოს და პირდაპირ მათ მამას
ეშმას მოუწოდებდნენ და რა თქმა უნდა წარმატებისთვის ისინი არიან გაბრუებულები, ისინი არიან შეპყრობილები, ისინი არიან სულიერად დაბრმობილები. რა თქმა უნდა ყოველგვარი ზიზღის გარეშე ვამბობ, საწოდაობა ჩვენი ერისშვილები არიან და ამ დღეში ყავს ეშმაკს, ბურთივით აბურთავებს. ხლა აღარ მინდა უფრო კონკრეტულად შევეხო ასე ვთქვათ ამ რევოლუციის და სხვა რევოლუციების პერიპეტიებს. ჩვენ ვიტყვით, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ეს დასაგმობია. უფრო კონკრეტულად არ ვიტყვი, ვის ინტერესებს ატარებენ, ცდილობენ გაატარონ საქართველოში. საიდან საზრდოობენ, საიდან იღებენ ისინი ხელფასებს, საამისოდ და ასე შემდეგ. მაგრამ რა თქმა უნდა არც ერთი მათგანი ჯეროვნად არ ფიქრობს, თუ საერთოდ უფიქრია, რას მოუტანს თქვათ გამარჯვება ეგრეთ წოდებული ამ რევოლუციის. მორიგ დაკნინებას, ჩვენს ყოფას, არა მარტო ფიზიკურ, სოციალური გაგებით, არამედ სულიერადაც. იმიტომ რომ იმუქრებიან უკვე აქვე ჯერ არ გაუმარჯვიათ ისეთი კანონების დანერგვას, რომელიც არის არა მარტო ანტიღვთიური, არამედ არის ანტიზნეობრივი და ანტიადამიანური. ამაზე აღარ მინდა მეტი ლაპარაკი. მაგრამ სამაგალითოდ როგორც საკუთარ თავს, ეგრეთ ამად ჩვენი გზაშეცდომილ ერისშვილებს მინდა გავუხატო იონა წინასწარმეტყველის ცხოვრება, შეცდობა, რომელიც მან თვითრჩულობით ჩაიდინა. მაშასე ალბათ უნდა ითქვას და რატომ არ უნდა ითქვას, რომ ეს წინასწარმეტყველი არის წმინდა წერილიდან ცნობილი დედაკაცის სარეფთელი ქვრივის შვილი, ერთადერთი, რომელიც ადრევე დაქვრივდა და როგორც იტყვიან სიმწრით ზრდიდა თავის ერთადერთ ვაჟს. მაგრამ რა იყო იმ ხანად? მათი თანამედროვე იყო ელია თესბელი. ისრაელიანები არისხებდნენ ღმერთს, ღვთისგამარისხებელ საქმეებს ჩადოდნენ, აშურებდნენ უცხო ღმერთებით, ანუ კერპებით. რის გამოც უფლის თაგონებით უფალ საბაოთისა ელია მილოცა და რა ითხოვა? განსვიფრდება ზოგიერთი სასჯელი საკუთარი ერისშვილებისათვის. აი როგორც პავლე მოციქული ჩინებულად ამბობს ერთ-ერთ ეპისტოლეში, რაც უფრო მეტად იხსნება ჩვენი გარეგანი ადამიანი, მით უფრო ძლიერდება შინაგანი ადამიანი. რა კი სულიერად იღუპებოდნენ კერპთაგვანისმლობით. ამიტომ ხორციელი სასჯელი სთხოვა ღმერთს. კერძოდ რა? კერძოდ რა? ილოცა რომ სასპირი დაეხურა. 3 წელიწად ნახევარი სვარნამის კი არ გადმოვარდნეს, ესინადა თქვენი იცით რა კატასტროფები მოაქვს თანამედროვე შეფასებით, რომ თქვათ კაცთა მოდგმისთვის ეგევით არ გვალვებს, ისიც 3 წელიწად ნახევრის განმავლობაში. წყალი არ იპოვებოდა. იშვიათად სადმე იყო მივარდნილ ადგილებში. ამიტომ დიდი იყო საშიშროება, ესე იგი წყურვილით სიკვდილის და შიმშილით, სიხნელით ძველ ქართულად, რადგან როდესაც არ არის წყალი და მორწყვის საშუალება, ბუნებრივია რომ მოსავალიც ან არ მოდის საერთოდ, ან ძალზედ ბერწი ხდება მიწა. თავად ელიას ღმერთმა უბრძანა და გაიყვანა უდაბნოში. ქონდა სიხარული იმ უდაბნოში გამევლო, სადაც ილია ცხოვრობდა ერთხანს. იქ ქებრონის ნაკადულზე მიუთითა უფალმა, რომელსაც სადაც მცირეოდენი წყალი მოწანს კარებდა, ქართულად რომ ვთქვათ. ძლივს, მაგრამ ამით არ წყულებდა თავის წინასწარმეტყველს, ხოლო ყვავს უბრძანა და ყვავი აპურებდა მას. დღეში ერთხელ მოქონდა ელია თესბიტელი იყო ასკეტი. ესე იგი მამათა ჩვეულება ქრისტიანობაში მწუხრამდე არაფერს არ იღებდნენ, აბაჩორის არც წყალს, მოდის უძველესი წინასწარმეტყველებიდან, ელიადან და სხვათა, იოანე ნათლისმცემლიდან და პირველ ყოვლისა ღვთისმშობელ მარიამისგან, რომელიც ასკეტთა წინამძღოლად და ბერმონაზონთა წინამძღოლად ითვლება წმინდა იოანე ნათლისმცემელთან ერთად. მოკლედ გამოხდა ხანი ქებრონის ნაკადულის დაშრა. აი აღიძრა ელია და მოვიდა ისრაელიანებში და მოვიდა არა ნებისმიერთან, არამედ ღვთისაგან მისწავლებულ სარეფთელ ქვრივ დედაკაცთან. და სთხოვა რომ ეჭმია რამე. ამ დედაკაცმა უთხრა, ერთი ხვეზა თქვილი გვაქვს და ცოტა ოდენი ზეთი. მე და ჩემი შვილი ვფიქრობთ მოგვეზილა, გამოგვეცხო, გვეჭამა და შემდეგ სიკვდილით მომკვდარიყავით.
ანუ აღარაფერი არ გააჩნდა და ბუნებრივია სიკვდილით მოხდებოდნენ. მაგრამ ნახეთ როგორი რწმენა ჰქონდა ამ დედაკაცს. არ უბრალოდ არსობის პური, სასიცოცხლო პური დაუთმო წინას, იმიტომ რომ ის იყო ღვთის წინასწარმეტყველი და ღვთის სახელით თქობა რომ გამოეკვება იგი. არ დაბრკოლებულა, არ შებრკოლებულა, როგორც იტყვიან, თვალი არ დაუხამხამებია, ხელი ჩაუშიშილო. ბირჟაზე კი არა ხარ, ეკლესიაში ხარ. ეხლა რატო ვიძლევი შენი ზოგიერთმა მომცა მე თავად შენიშნა ახლობელმა რომ ქადაგების დროს ნუ აძლევ შენიშვნას. შეუძლებელია. იმიტომ რომ გარეგნობითაც ჩვენი სხეულის მდგომარეობით და ასე შემდეგ გამოვხატავთ ღვთისადმე ან მოგრძალებას, ან უკრძალველობას. შეიძლება მაპატიეთ საჯდომზე შემოდებული ხელებით ისმენდე ღვთის სიტყვას, ან წირვალოცვას, ლოცვას საზოგადოდ და ასე შემდეგ. პირიქით, სამღვდელო კონდაკში მითითება მღვდლისთვის, კონდაკის ბოლოს შენიშვნებია იქ. თუ როგორ უნდა იდგეს წირვალზე მღვდელი, მათ შორის ხელები როდის უნდა ჰქონდეს ლიტურგიის რომელ ადგილას მოჭდობილი, როდის უნდა აღაპყროს ზე, ისე რომ თავად კი არ განსაზღვრავს ტვიპიკონი, ანუ ნიმუში ღვთისმსახურებისა განგვისაზღვრავს, როგორც მღვდლებს, ესრეთ ბრევს. გარდა ამისა, სხეულის მდგომარეობა ასეთი ან ისეთი მოქმედებს სულიერ განწყობილებაზე, მასშტაბსა და ლოცვაზე. ჩემთვის წარმოუდგენელია დოინჯით ველაპარაკო ღმერთს. დოინჯი არის სიამაყის გამომხატველი. და ესე იგი როგორ შეიძლება ამგვარად და სულიც ბაძავს სხეულს, იმიტომ რომ სხეულში ცხოვრობს. პირველი ქრისტიანები იცით როგორ ლოცულობდნენ, მიწაზე პირქვე ემხობოდნენ და ხელებს განართხავდნენ, ჯვარს გამოსახავდნენ და ესე ევედრებოდნენ უფალს. და ამგვარი ხორციელი მდგომარეობა მოქმედებდა მათ გულის შემოსრულებაზე. გესმით საყვარელო? და უფალი სწორედ გულისაგან შემოსრულისა და სულისაგან შემოსრულისა იწირავს ამოოხრებს, ანუ ჩვენს ლოცვებს. ეხლა რაც შეეხება შენიშვნებს, ჩემი მისამართი სხვადასხვა ხასიათისა, ნუ რა უნდა უბრალოდ მე მეღიმება ჩემ შემნიშნელებს, იმიტომ რომ რასაც მე ვითხოვ როგორც მოძღვარი ან დასავლით, ის ჩემი პირადი არ არის. არც მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილების გამოძახილია, არც ყოფითი რეალიების და ასე შემდეგ. ეს არის ცოდნა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ესე იგი დაავანა წმინდა ეკლესიამ, წმინდა და ღმერთშემოსილ მამათა მიერ. მათგან მოგვეცა. ამიტომ ყველას მართებს ტვიპიკონის მორჩილება. რა თქმა უნდა, ეხლა გამონაკლეს უშვებთ, მაგალითად რომელი იკითხავთ, სიტყვა გამიგრძელდა ამ შენიშვნაზე. დიდი შულის კანონის მიხედვით, ეკლესიაში სკამი საერთოდ არ უნდა ისეს დასაჯდომელი, ძველ ქართულად როგორც ქვია, არ უნდა იყოს. არც საკურთხეველში და არც გარეთ. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს იქნა დაშვებული, ასე ვთქვათ, როგორც თქვენ იტყოდით, დაუწერელი კანონებით. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები მოუზრუნდნენ სიცოცხლის ხანძრიობას, შემოკლდამ, ესე იგი არაჯანსაღ საკვებს ვიღებ, მოდიფიცირებულს მეტადრე დღეს, ადრე იფიტება ადამიანის ორგანიზმი, ძვლები მათ შორის, რომ აუცილებელი არის ფეხზე დგომისთვის და ასე შემდეგ. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ასე ვთქვათ, უჩუმარ ლოცვა-კურთხევას აძლევს ეკლესია, რომ ადამიანი თუ გადაიღლება, ამ მძიმედ არის დაავადებული, ცოტა ხანი ჩამოჯდეს და როგორც ქართულად თითქმის ფეხი მოასვენოს. მაგრამ როგორც უყურებ, ზოგიერთებმა ეს ვერ გულისხმახეს და აი მთელი წირვა, ესე იგი დასაწყისიდან დასასრულამდე განსხრომით ხედან. მაშინაც კი როცა ხედავენ, რომ მათ მეზობლად ვიღაც იტანჯება. ეხლა თქვენ ხომ არიცით და ჩვენ ვიცით, ვის აქვს სახსარი გამოცვლილი, ვის სახსრების მძიმე დაავადება, გულის მანკი, ხომ არ ჩამოვთვლით საყვარელო. ამიტომ სიყვარული იქონიეთ, ცოტა ხანი მოისვენებ, თუ მძიმედ ახარ დაავადებული, შემდეგ წამოდეკი და სხვას დაუთმე და დამიჯერე, რომ ღმერთი ძალას მოგცემს ამ სიყვარულის გამო, იდგე და ფეხზე დგომით ადიგდო უფალი. ისე მოსვენების ერთგვარი სახეა მუხლის მოდრიკაც. არა მარტო თამდაბლობას გამოვხატავთ სიმბოლურად, არამედ ესე იგი შედარებით უფრო შეიძლება მოსვენება ვიდრე ზედგომით ფეხზე.
სიტყვამ შორს გადაგტყორცნა და დავუბრუნდეთ იონა წინასწარმეტყველთან, რომლის არასწორი ნაბიჯები ჩვენთვის შეიძლება ჭოის სასავლებელი გახდეს. თუ გულისხმიერად მოусმენთ, რა თქმა უნდა. მოკლედ, ელიან თესბიტელს სარეფთელმა ქვრივმა მიიღურა როგორც წინასწარმეტყველი, გამოუცხო მცირეოდენი ჭადი და აჭამა მას. წარმოიდგინეთ, საყვარელო მცირეწლოვანი შვილი ყავდა, რომელიც ჩვენთაგანი გააკეთებდა ამას. მეტადრე ქართულ სინამდვილეში ყოველ შემთხვევაში დღევანდელამდე გადაყოლილი ვარ შვილებს, ბევრი თვალსაზრისით. თუმცა შედეგი არ არის ჯეროვანი, რაც უნდა იყოს ასეთი გულმოდგინებისა და სიყვარულის შედეგად. ეს სხვა საკითხი არის. და წარმოიდგინე, რომ შვილის სიცოცხლეც კი არაფრად ჩააგდო, რათა ღვთისკაცი მიეღო და დაეპურებინა. რა იყო შედეგი ამისი? გაიღიმებს ზოგიერთი ურწმუნო თანამედროვე. შედეგი იყო ის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში და თითქმის 3 წელიწადნახევარი გაგრძელდა შიმშილობა ამ დედაკაცის სახლში, ასეთი სარწმუნოების გამოისობით მრავლდებოდა იფქლი, ანუ ფქვილი და ზეთი ჭურჭელში. არ მოკლებიათ ელიას ამ დედაკაცს და მაჩვენს. მაგრამ ნახეთ საყვარელო, როგორი გამოსდა დაუშვა უფალმა ამ დედაკაცის თავს. მოულოდნელად, როგორც თქვენ იტყოდით დღეს, სრულიად ალოგიკურად, ისე რომ არ უამტყოფია, ეს ბავშვი გარდაიცვალა. ზოგიერთი დედაკაცი დაიწყებდა ღვთისგმობას და მისი წინასწარმეტყველის. უკანასკნელი ლუკმა გამოიღე პირიდან და გამოუღე ჩემ შვილს და გამოუყვებე შენი სახელით წინასწარმეტყველი და რა მივიღე? ერთადერთი შვილი დამეღუპა. აი დაახლოებით ესეთი გლოვატირილი და გმობა იქნებოდა ღვთის მისამართით. არაფერი მსგავსი არ ამოსθენია დედაკაცის ესე იგი ბაგეს, იმიტომ კი არა რომ თავს იკავებდა, იმიტომ რომ გულშიც არ ქონია მსგავსი აზრი. არამედ რა თქვა? ჩემი შვილის სიკვდილმა მომაგონა ჩემი ცოდვები. არც ღმერთს, არც ელიას არ მიაწერა ეს დიდი განსასწრელი, არამედ საკუთარ ცოდვებს. და ნახეთ, ღმერთმა კიდევ ერთი წყალობა, იმაზე დიდი ვიდრე იფქლისა და ზეთის გამრავლება მოიღო იონას თავზე, ესე იგი დედაკაცის თავზე. როდესაც ეს მოახსენა აცრემლებულმა ელიას ღვთისკაცს, ზემოთ ერდოში ცხოვრობდა, იქ დაუთმო მას, ესე იგი საცხოვრისი, ესე იგი უბრძანა ამოაყვანინა თავისი შვილი, თავის საწოლზე დააგო, იქ ნახსენებენ, რატოა ნახსენები? ჩვენ ვიცით ესეთი რამ, ევლოგია, სიწმინდე, მაგალითად, აგი პეტრე პავლეს ტაძარში ვარ. პეტრე მოციქულის და პავლეს წმერი არის შემორჩენილი უხრწნელი დღემდე. მაგიდა, რომელსაც უსწრენ პეტრე, პავლე და სხვა მოციქულები, სიწმინდეა ეს და კურნებების აღესრულება მათგან. ასევე ევლოგია იყო ეს საწოლიც, რომელზეც უბრძანა დაეწვინა მისი შვილი. შემდეგ სამგზის შებერა. რატომ სამგზის? ყოლა წმინდა სამების სახელით სამგზის შებერა და სთხოვა უფალს, რომ სული სიცოცხლისა დაებრუნებინა სხეულში. ღვთისნებით და კურთხებით შვილი ამ დედაკაცის შვილი აღსგამ მკვდრეთით. ეგეც არ არის საყვარელო ყველაფერი. ეს ორი წყალობა, რომელიც მიმოვიხილეთ. ეს ბავშვი მომავალში წამოიზარდა რა, ცხოვრობდა რა ღვთისმოსავად, იღებს უდიდეს ნიშთა შორის წინასწარმეტყველების ნიშს. და როგორც შესავალში გითხარით, უდიდესი წინასწარმეტყველებები გამოთქვა. ქრისტეს ხსნელ ნებებზე კიდე ერთხელ ვამბობ და თავისი ცხოვრებით გამოხატა ეს და როგორ ამას წმინდა დიმიტრი როსტოველის მიხედვით მოგახსენეთ გამოწვლილვით, ასევე როგორც ვთქვით, იერუსალიმის მოოხრება და ქრისტეს დიდებით დაბრუნება ბევრად მოსვლა. ესე იგი, როგორ სიმაღლეზე ატყორცნა სრულიად უცნობი დედაკაცის ეს შვილი, რომელიც აღადგინა მკვდრეთით, შიმშილობის დროს გამოყვება ელიას ხელით და მისი ლოცვითა და სიწმინდით და ბოლოს ელისე წინასწარმეტყველის მოწაფეც კი შეიქმნა და მემკვიდრე. 12 მცირე წინასწარმეტყველთა რიგში, რიგით მეხუთეა. ელიას მოწაფე იყო ელისე და ელისემ რჩობლი მადლი დაუტოვა
ელიამ როგორც ისიც და ამის ნიშნად ხალენი გადმოუგდო ეტლით როცა ამაღლებდა უფალი ღმერთი უფალი საბაოთი ელიას და მიიღო ხალენი და მრჩობლი მადლი შეიძინა ესე იგი ელიასი აი ასეთი ზღვა თქვენ იცით რომ ეს ხალენი დღეს საქართველოშია ელიას სახია ღვთიური მოშურნეობის ესე იგი რა მინიშნება წინასწარმეტყველება უკანასკნელ შამს დიდი აპოსტასიის დროს ანუ საყოველთაო განდგომისა ღვთისაგან სადაც ეს კვართია ელისესი ესე იგი ესერი გამოირჩევა საღვთო მოშურნეობით და ესერი არის შვილობილიერი ღვთისმშობელ მარიამისა რომელიც უკანასკნელ შამს განმტკიცდება სარწმუნოებში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შვილობილის იოანე მახარებელის აქ გამოჩენით როგორც წმინდა ლავრენტი ჩერნიგოველის პირით გვიწინასწარმეტყველებენ ესე იგი ენუქი თავად ელია და იოანე მახარებელი ამაზე ცლად ვისაუბრია მეტადრე ხალენის აქ არის უფლის კვართიც აქ არის რომელიც სახია ეკლესიის ერთიანობის ესე იგი ჩვენი გადარჩენის საიდუმლო ვერაშია შევინარჩუნოთ მართლმადიდებელი ივერიის ეკლესიის ერთიანობა და საღვთო მოშურნეობა გამოვიჩინოთ საღვთო მოშურნეობის გარეშე შეუძლებელია დაიმარხო ჭეშმარიტი სარწმუნოება და ერთგულება დედა ეკლესიისა და ერთობა ეკლესიისა ანუ დაუზიანებელი იქნება საქართველოში ეს მოხდება საყვარელო მაშინ როცა მთელი კაცთა მოდგმა განუდგება ღმერთს ამიტომაც არის წინასწარმეტყველება რომ უამრავი ადამიანი დაიძვრება ბოლო შამს ღვთისმშობლის სილხვედი ივერიისაგან და არა მარტო სლავური მართლმადიდებლური ქვეყნებიდან ეს იქნება ივერია უკანასკნელი ნეტარი კუნძული მეტადრე მას შემდეგ როდესაც პირველი იერუსალიმს ანტიქრისტეს გამეფება შეაგინებს როგორც ესაია წინასწარმეტყველებს რის გამოც მადლს აიღებს ღმერთი პირველი იერუსალიმიდან და წმინდა გარდამოცემის მიხედვით ეს მადლი მეორე იერუსალიმად წოდებულ ცხეთასა და ივერიაში დაივანებს დიდი მოვლენები გველოდება ვინ შეინარჩუნებს შორის სარწმუნოებას საკითხავი აი ეს არის მაგრამ რატი გამოთქვა სულიწმინდა მრჩეულთა პირით ეს ასეც იქნება ღმერთს ყოველთვის ეყოლება თავისი ერთგული რომელთაც ბოლო შამს აღადგენს და მათ მიერ ამ მერყევ ნაწილს მორწმუნეთა განამტკიცებს და განაძლიერებს და ისეთი დიდი მადლი ექნება ბოლო შამის სამუდელოებას როგორც წინასწარმეტყველებენ რომ თვით ანტიქრისტეს ამ წყეულს ექნება მისი შიში თუმცა სატანისაგან მთელი ძალაუფლება მიეცემა მას რომ დევნოს კაცთა მოდგმა განაშოროს ღმერთს და წარწმიდოს საბოლოოდ აღარას ვამბობ როგორი ჭირის დღეები იქნება ყველა გაგებით არა მარტო სულიერი არამედ ფიზიკური სოციალური და ესე შემდეგ რამდენად არაერთი გვითარგმნია ამაზე წინასწარმეტყველად განგვიუცია და გვიქადაგია ამჯერად აქ შევჩერდეთ მას ასე ელია წინასწარმეტყველი სახელოვანი წინასწარმეტყველი რომელიც უდიდესი რამ მოვლენები 800 წლით ადრე და უფრო ადრეც მეორე თვოსვლა ჯერაც არ არის და გავიდა 28 საუკუნეზე მეტი იწინასწარმეტყველა მაგრამ ნახეთ საყვარელო ერთხელაც გამოეცხადა უფალი ღმერთი და მანამდე ესე იგი აკურთხა რომ ისრაელიანებში სინანული ექადაგა დაებრუნებინათ მამა პაპა და ღმერთისთვის უფალ საბაოთის თაყვანისცემისთვის მაგრამ ისრაელიანებმა არ ისურვეს როგორც უკვე ვახსენეთ ღმერთსაც კი აშურებდნენ კერპებით ამის შემდგომ ღმერთმა უბრძანა რომ იონა წინასწარმეტყველი წასულიყო და ისრაელიანების დაუძინებელ მტრებთან ასურებთან კერძოდ ნინევიაში ეხადაგა სინანული და ეხადაგა რომ დაიქცევა ეს ქალაქი 40 დღის შემდგომ მაგრამ ნახეთ როგორ მოიქცა ეგოდენ მადლმოსილი წინასწარმეტყველი ეურჩა ღმერთს და გაიქცა თავის წარმოდგენაში თავის ჭკუაში მისგან დაფარული იყო ღმერთსაგან და რა დაეფარვის უფალს არც ზესაში არც ქვეყანასაზე და არც ქვესკნელში და არც გარესკნელში ვერსად ვერ დაემალება ძეხორცელი ვერც იძვრისი და ვერც უძრავი უფალ ღმერთს რა იყო მიზეზი მისი ურჩობის იქ ადამიანური მეტისმეტად ადამიანური მოსაზრებით ხელმძღვანელობდა და ღვთისნებას და სიბრძნეს არ დაგიძებდა კერძოდ რატომ უნდა ვიქადაგო ისრაელიანების მტრებთან მეორეც ვიცი რომ ღმერთი ჩემი ისრაელიანების ღმერთი არის ლმობიერი მალე შემნანებელი შეიწყალებს მათ არ დაჟის
ხოლო მე კი აბუჩად ამიგდები რომ თქვი წინასწარმეტყველება რომ დაიქცევა, მაგრამ არ დაიქცევა ქალაქი. ეს ხომ ადამიანური მოსასრებები არის. ჩვენ გვმართებს სრული მორჩილება ღმერთის. ავიღოთ აი პარალელი გავავლოთ წმინდა ძველი აღთქმიდანვე აბრამ მამათმთავარი. რომელიც უკვე 93-19 წლის ამ დროს სიცოცხლის უნარიანობა თითქმის 70 წელზე დავიდა, თორემ ადრე თქვენ იცით 400-500 წელი ჩვეულებრივი მოვლენა იყო და მათუსალამ 900 წელზე მეტიც კი იცოცხლა 1000 წლამდე. აც კი შემოკლებულია სიცოცხლისა. 99 წლის ჭარმაკი მოხუცია აბრამი. და ცოლი მისი 90 წლისა ბერწნი არიან, შვილი არასდროს არ ყოლია. და იმედი არ აქვს რომ სიბერეში მიეცემათ, მაგრამ რაც ჰქონდათ ეს იყო ცოცხალი რწმენა აბრამს. იგი გულდუღარეთ ევედრებოდა უფალ ღმერთს, შთამომავლობას. და ღვთის აღძვრით იყო, იმიტომ რომ უბრალოდ კაცთან მოდმა კი არ გაგრძელდებოდა. მისი მოდმა ისააკი, იაკობი, იოსები და ასე შემდეგ მართალნი იყვნენ წმინდანი ღვთის წინაშე. აი ვის გამრავლებას, მართალთა გამრავლებას ევედრებოდა უფალ ღმერთს, როცა წარმართობა სჭამდა მთელს იმდროინდელ სოფლიოს. და ღმერთმა მიხედა მის ცოცხალ რწმენას, იმ სიწმინდეს, რაც ჰქონდა უფრო მეტიც, ღვთის მეგობრად იწოდება ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში, ახალ აღთქმაში ლაზარეს უწოდა თავდაპირველად მოციქულებს უადრესად მეგობარი. და აი მოსაშვილი ისააკი. ამის შემდეგ ღმერთმა როგორც უწინასწარმეტყველა, ისააკი იქნები ისააკი. ისააკი ქართულად ნიშნავს არამეული და რომ თარგმნოთ მამა მრავალთა. არაუდროდ ძეს მოგცემ, ისე გაგამრავლებ როგორც ცაზე ვარსკვლავებს და ზღვაზე ქვიშას. ურიცხვი იქნებით. ამას ხომ რწმენა სჭირდება რომ სარწმუნოდ მიიღო რომ ბერწ მოხუცებულს, ღრმად მოხუცებულს შვილი გეყოლება და არ უბრალოდ გეყოლება, არამედ ისე გამრავლდება შენი მოდღმა, რომ ვერ დათვლი როგორც ცაში ვარსკვლავს და ქვიშას ზღვის პირას. სარწმუნოებით მიიღო მართალმა აბრაამმა. აი შვილი მისი იშვა ისააკი. მოიწიფა, მაგრამ ღმერთი გამოეცხადა და უბრძანა რომ ყოვლად დასაწველად უნდა შეეწირა ნანატრი სიბერეში მიცემული ერთადერთი შვილი. თქვენ როგორ მიიღებდით? ალბათ სასოწარკვეთილებას შევარდებთ, უკეთეს შემთხვევაში და სხვა შემთხვევაში შეიძლება ღმერთიც დაგვეღო. და ჩვენს იონასავით გვეცადა გავქცევთ შვილი თურთ ღვთისპირისაგან, რაც სრული მიამიტობა საყვარელო. არაფერი მსგავსი, არანაირი ასეთი მოძრაობა აბრაამის გულში არ ყოფილა. ღმერთმა მომცა და ღმერთს მწირა. წაიყვანა შეშის მოსაგროებლად, მოკიდა შეშა როცა ზურგზე და მიიყვანა მინიშნებულ ადგილას, რათა როგორც ყოვლად დასაწველი შეეწირა ღმერთისთვის. აღაგზნო კიდეც ცეცხლი და როდესაც ხელი მოიქნია რომ ხელი გამოეჭრა და შემდეგ დაეწვა ყოვლად დასაწველად, ანგელოზმა ღვთის ბრძანებით შეუჩერა და უთხრა რომ შენი რწმენა გამოსცადა ღმერთმა. კი მოგეცი ასეთი დიდი აღთქმა რომ სიბერწეში მოგცემ და გაგამრავლებ, მაგრამ აი კიდევ ერთხელ გამოგცადე მე. სრული მორჩილება უფალ ღმერთის. ეს მოხდა ისტორიულად, მაგრამ ამას ჰქონდა წინასწარმეტყველური მნიშვნელობა. ეს იყო წინასწარმეტყველება. ისააკი ქრისტე მაცხოვარს განასახიერებს, აბრაამი მამა ღმერთს. ფიჩხი რომ მოკიდა, ძელი პატიოსანია ჯვარი, რომელიც მოკიდეს გოლგოთისაკენ მიმავალ ქრისტეს. რაც აღდა კიდეც ზედმიწევნით. ისე როგორც იონასთანაც ყველაფერი წინასწარმეტყველური იყო, რაც მოხდა მასთან ისტორიულად, რეალურად და რასაც მოასწავებდა იგი, რომელიც ნაწილი ამაგან ახდა, მაგალითად რომელიც ახდა ის ქრისტეს ვნება და ჯვარცმა, ახდა იერუსალიმის პირველი მოოხრება, იქნება მეორე მოოხრებაც. აპოკალიფსიდან როგორც ვიცით, როდესაც აზარელი მიწისძვრა იქნება, ესე იგი იერუსალიმში ელიას და ენოქის სიკვდილით დაჟის გამო და მერე უკვე მალე მოვალს უფალი მესამესა დღესა მათი აღდგომიდან აღადგენს რა მკვდრეთი ღრუბელთა ზედა ელია ესე იგი ელიას და ენოქის დაბრუნდებიან ქრისტე დიდების მომავალთან ერთად სხვა წმინდანებთან, მათ შორის წინასწარმეტყველებთან ერთად. ისე რომ იონას წინასწარმეტყველებიდან სამი უმნიშვნელოვანესი წინასწარმეტყველებიდან ახდა ორი მათგანი უკვე. ერთი სავსებით
მეორე ნაწილობრივ თუ მეორე მოახრებაც იქნება და მესამე ეს არის დიდებით დაბრუნება. ხოლო სული წმინდა გაამდიდრა რა ნიჭებით თავისი წინასწარმეტყველი და წმინდა მამანი მათი ბაგი ძველსა და ახალ დროებაში მეწინასწარმეტყველა კერძოდ რა ნიშნები უნდა უძღოდეს იმ უფლის დიდებით დაბრუნებას რომ ფხიზლად ვიყოთ. აი ეს პროცესები რაც ეს დედამიწაზე ხდება ეს ყველაფერი არის დაწინასწარმეტყველები. მათ შორის ეს ომები როდესაც საბოლოო ომი გაიმართება არმაგედონის ველზე წმინდა მიწაზე. ბევრი რამ ჩვენს თვალწინ ხდება. ეხლა თქვენ მიაქციეთ საყვარელო ასეთი ყურადღება, ეს გლობალიზაცია, ინტეგრაციის პარადი რომ მიყავს, შეერთებული შტატების ხელისუფლება. ახლა ხან სულ თავდაცვის სამინისტროს უწოდეს ომის, ანუ თავდასხმის სამინისტრო. რითაც აფიშირებას ახდენენ მომავალი ომებისა. ეხლა რო გითხრათ, გამოთარგმანებით არც არავინ არ ეკითხება არც შეერთებული შტატების ხელისუფლებას და არც სხვას რომელიმეს. გლობალური ხელისუფლება არის ტალმუდები, ურიები, რომლებიც ყველა მოვლენებს გეგმავენ და მართავენ. თქვენ რომ იცოდეთ საყვარელო და ესენი ვინ არიან მაშინ? ესენი არიან სხვადასხვა სახის თოჯინები, არც მეტი, არც ნაკლები. და ბოლოშაბს ამ გარყვნილი მსოფლიოს დასაშილად გამოირჩია ახალი ნაბუქოდონოსორი. ვინ არის? იკითხავთ თქვენ. რუსები, რომელზეც ჯერ კიდევ ძველ ართმაში იყო წინასწარმეტყველება. მაგალითად ხმელთაშუა ზღვაში რომ ჩრდილოეთზე ჩამოვიდოდნენ რუსები, თურქეთს რომ გაანადგურებდნენ. ეს არის რიგით მეექვსე ომი და მე ამის შემდეგ იქნებოდა ჩინეთსა და დანარჩენ სოფლიოსა და აღმოსავლეთის სლავებსა და ბერძნებს შორის ბრძოლა. ესე იგი 4 მართლმადიდებლურ სახელმწიფოს დაუპირისპირდება მთელი დანარჩენი წარმართული მსოფლიო. ჩვენ სადღა ვართ გულის ფანსკალით კითხულობენ ქართველები, ზოგიერთები უფრო ზოგადად ქართველებიდან. რა კიღა ნათქვამია ივერიის ღვთისმშობელი მობრძანდება იოანე მახარებელი პანერგესული ხუხილხმოვანი ქადაგებებით გამოჩნდება და სასწაულით მოქმედებით და მრავალს მოიზიდავენ სხვადასხვა კუთხიდან დედამიწისა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მისია არის არა ომი, არამედ სულიერი აღორძინება, წმენის დამარხვა, კვართის მთლიანად დამარხვა, არც განჭრა, არც განხევა. ხომ მივხვდით ენიგმურად რასაც ნიშნავს? აი ეს არის. რაც შეეხება უხეშ-ზალას, ასეთ უხეშ-ზალად გამორჩეული არის ჩრდილოეთი და ვინმე გეგულება სხვა ძალა. მე არ მეგულება. რეალურად ვერ ვხედავ ვერავის. ეს კი არ ნიშნავს ზოგიერთ ხილ რუსეთუმია. აზროვნება ისწავლეს შვილო კატეგორიებით ადამიანი ხარ. ცოტა მეტი განათლება შეიძინე, რომ ჯეროვანი დასკვნები გააკეთო და როცა არც განათლება, არც ღრმა აზროვნება, რის საფუძველზე აკეთებ დასკვნებს? დიახ, ემოციების წინასწარ აკვეატებული აზრების გამოისობით აკეთებ დასკვნებს, რაც რა თქმა უნდა ავტორიტეტული ვერც ერთ შემთხვევაში, არათუ ეკლესიაში, ერშიაც კი არ იქნება. გარდა მაგისა, სხვები რას ამბობენ ჩვენზე, ეს სულაც არ არის მნიშვნელოვანი. მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია, როგორც მოციქული პავლე ამბობს, რა სიტყვის ჩვენზე უფალი. როგორც აქ, მეტადრე მაშინ, როცა შემდგომად საკუთარი მიცვალებისა წარდგებით სამართლიანი მსაჯულის წინაშე. აი რაზე უნდა ვიფიქროთ სინამდვილეში. ჩვენი მისია შევინარჩუნოთ მშვიდობა და დავიმარხოთ, შევინარჩუნოთ მართლმადიდებლობა. აქ არის ჩვენი გადარჩენის. შეიძლება სხვა რამისა, ჩვენ ეს გვარგუნა უფალმა თუ საღათ აზროვნება ძალგის და მცირეოდენი განათლება გაქვს და პირველ ყოვლისა წმინდა მამებიდან და წერილიდან. ერთი სიტყვით ამ ორი მიზეზის გამო, რომელიც მოგახსენეთ, იონა ეურჩა ღმერთს, ჩაჯდა თარშიში, ესე იგი, ჩადგა ნავში და ფიქრობდა გაეცურა თარშიშისკენ. ხმელთაშუა ზღვით. მაგრამ ჯერაც ახალი დაწყებული იყო ნაოსნობა, როდესაც საშინელი ზღვათაღელვა ატყდა. რამდენს არ ეცადნენ მეზღვაურები, რომელიც გამოცდილი მეზღვაურები იყვნენ, რა თქმა უნდა. და გაბედულები ვერაფრით ვერ შეძლეს ნაპირზე მიეგდოთ თავიანთი ხომალდი. ყოველგვარი იმედი გადაეწურათ ადამიანური თვალსაზრისით. ერთი ეს დარჩათ ღმერთებისთვის მიემართათ. ისინი იყვნენ წარმართები.
თითოეული მათგანი თავის ეგრეთ წოდებულ ღმერთს, ანუ კერპებს მიმართავდნენ, მაგრამ სხვათა ხელვა კიდევ უფრო ძლიერდებოდა. და ბოლოს ესე იგი მოიფიქრეს, გაიაზრეს, რომ აქ არის კიდევ ერთი ვინმე, რომელსაც ესე იგი გემბანის სიღრმეში ზინავს ტრიუქში. მივიდნენ და გულაჩქრულებულებმა გააღვიძეს. რას გზინავს ალხეინად, ვიღუპებითო. ვინახა, რა საქმიანობას მისდევ. ებრაელი ვარ, ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისმცემელი, რომელსაც გაურბოდა სხვათა შორის იონა. თავისი აზრით, ადექი რა დროს ეგ არის ილოცე შენი ღმერთის მიმართ. და როცა უთხრეს, არც კი გაუგია სირბილი დაღლის ღრმად ეძინა, არც იცოდა რომ ქარიშხალში იყვნენ მოხვედრილები. და როცა მოუთხრეს ყოველივე, მან უთხრა რომ ეს ჩემს გამოხდება. ღმერთს ვეურჩეო, ამიღეთ და აღელვებულ ზღვაში გადამაგდეთ. სანამ ამას არ მოიმოქმედეთ, სხვა არ დაწყნარდებოდა თქვენ და მეც მათ შორის სიკვდილით დავეღუპებით. ნუ ეხლა ერთბაშა წარმოიდგინეს საყვარელო, წარმართები იყვნენ, მაგრამ ერთბაშად ვერ გაბედეს რომ დაუჯერებელი, რასაც ითხოვდა იონა, შეესრულებინათ მისი თხოვნა და მითითება. წარმოგიდგენია, წარმართებს ჰქონდათ ერთგვარი შიში, თუნდაც სინდისის დონეზე. აი დღეს დღევანდელ ადამიანებში, თუნდაც ამ რევოლუციონერებს, მსგავსი კამერო იყოს, არც დაგაცლიან წინადადების დამთავრებას ისე გიკრამენ ზღვაში და განსაცდელში. და განან განსაცდელში არ აქცევენ, განა აპოპულ ტალღებში არ აქცევენ საქართველოს მის მომავალს. კითხობენ მომავალში რა იქნება, დაუშვათ ეს მოხდა. რა თქმა უნდა, თქვენ პირადად ადგილებს დაირიგებ, ფუფუნებაში იქნები, სინდისი დიდი ხანია მკვდარი ხარ და არც კი გამხილებთ. საქართველოს რა დაემართება, ქართველებს ეს არ აინტერესებს. ეხლა აღარ მინდა ციტატები მოვიყვანო, როცა ქართველებზე ვითომ ქართველები წარმომავლობით როგორი გინებით ლაპარაკობენ, როგორც პიუტყვებზე ქართველებზე. აღარ მინდა ამაზე ვილაპარაკო და წავბილწო ეს ამბიონი იმ სიტყვებით. ამაზე ისინი არ ფიქრობენ, მაგრამ ხალხმა მაინც ხომ უნდა იფიქროს თავის მომავალს. ხელისუფლებას რაც შეეხება, ხელისუფლება მოდის და მიდის, მაგრამ ქრისტეს ეკლესია დგა რატომ? იმიტომ რომ ჭეშმარიტი აღსარებლობის სარწმუნოების კლდეზეა დაფუძნებული და როგორც უფალმა აღვიქვა სატანა და რომელიც თავადია ამ სოფლის და ჭელი ჯოჯოხეთისანი ოქროპირის განმარტებით ყველა ბოროტი ძალები რომლებიც აღიძრებიან ღვთისა და ყოველივე ღვთიურის მიმართ, მათ შორის ესეთი სოდომური კანონების მიღება, ესე იგი ტრანსგენდერებზე, სქესის გადაკეთებაზე, მათ შორის 7 წლიდან ესე ბავშვმა რა იცის რა არის სქესი საერთოდ გათანაბრება უფლებებშია ამ სოდომიტების და ასე შემდეგ, ეს არის ანტიღვთიური კანონები, ანტიადამიანური, ანტიზნეობრივი კანონები. და როცა ეუბნები ამ გონებაამღვრეულ ქართველებს, რევოლუციონერებს, კი მაგრამ აი რას გეუბნებიან, ეს არის წინაპირობა, რომ შეგიყვანონ იმაში, რა მნიშვნელობაა, ვისაც უნდა იყოს, მე არა ვარ. რაც ნიშნავს, რომ მას არ უყვარს თავისიერიშვილი. მე რომ ჩემიერიშვილი მიყვარდეს, არა მარტო სოციალურ აღორძინებას უსურვები, არამედ პირველ ყოვლისა სულიერ აღორძინებას და ჭეშმარიტ რწმენაში ცხოვრებას. იმიტომ რომ წახვალ, წამოხვალ, ასე იქნები, ისე იქნები, საბოლოოდ უნდა გარდაიცვალო და სამართლიანი ღმერთის წინაშე დადგე. დი გარგიშველის, არც თანამდებობა, არც არისტოკრატიული სისხლი, არც დიდი შემოსავალი და არც ოქრო ვერცხლი. ამით არზომავს ადამიანობას ღმერთი. მოკლედ, ღმერთს შეღაღადეს, რომ ჩვენ გვინდა რომ სუფთა ვიყოთ ამის სისხლში. ანუ ვერ აღდებდნენ, წარმოგიდგენთ, თუმცა იღუპებოდნენ. სიკვდილს თვალებში უყურებდნენ. ისინი გამოცდილები მეზღვაურები იყვნენ და იცოდნენ, უეჭველად დაიღუპებოდნენ. ყველა საშუალება ადამიანური გამოცდილებიდან მოუხმეს, ყველაფერი იხმარეს და არაფერმა გაშრა. ბოლოს აიღეს, რა კი დაჟინებით ითხოვდა იონა, იმიტომ რომ უკვე სინანულში იყო ჩავარდნილი. მე მიხვდა რა განსაცდელი მოიმკა თავზე ურჩობის გამო. აიღეს და მორიდებით, საყვარელო, მოისროლეს კი არა, მორიდებით გადააგდეს აღელვებულ ზღვაში. როგორც კი გადააგდეს, სხვა დაწყნარდა. ღმერთმა უბრძანა იონას წინშია ნათქვამი, ვეშაპს მოცურდა და გადაყლაპა. იონა უნდა გადაეყლაპა და გადაყლაპა კიდეს. ზოგიერთი ამბობენ, რომ ეს იყო გარკვეული ჯიშის ზვიგენი, მაგრამ რამდენადაც ჩვენ წმინდა წერილში გვიწერია, რომ ეს იყო ვეშაპი, ეს უნდა ვირწმუნოთ.
ერთხელ წმინდა ფილარეთ მოსკოველთან ერთი ათეისტი მივიდა და აბუჩათ აგდებით უთხრა თქვენი წინასწარმეტყველები რა გაუნათლებლები იყვნენ აი მე წავიკითხე და ბევრი ვიცინეო ვიხარხარე იონას იგზე იქ ნათქვამია ვეშაპმა გადაყლაპავდა ვეშაპს ისეთი ვიწრო ხახა გარკვეული სახის თევზს თუ გადაყლაპა ფილარეთმა შვიდად მიუგო აღელვების გარეშე თუ წმინდა წერილში ეწერებოდა არათუ ის რომ ვეშაპმა გადაყლაპა იონა არამედ იონამ გადაყლაპა ვეშაპი თუ ღმერთმა უბძანა სრულიად დასაჯერებელი იქნებოდა ჩემთვისო და გარდა მაგისა საყვარელო შენ ადამიანურ სიბტყეშიც გეტყვიო არის ისეთი სახის ვეშაპი თუ არ ვწდები ეს თეთრი ვეშაპია რომელსაც ადამიანის გადაყლაპა კი არა ბარე ნავი შეუულია გადაყლაპოს ადამიანებითო პირი დაუცვა დაუხშო იმ ათეისტს ღმერთისთვის არაფერი შეუძლებელი არ არის აი მაგალითად ერთბაშად რაც მაგონდება ღვთიური ცეცხლი რომელიც გადმოდის ყოველ დიდ შაბათს და როცა ეს შეწყდება ეს ნიში იცოდეთ რომ ახლოს არის უფლის დიდებით დაბრუნება მოკლედ შეკოჭეს იერუსალიმის პატრიარქი დიდ თურქობა იყო იერუსალიმი აღებული ჰქონდათ მათ შორის მაცხოვრის საფლავის გასაღებიც მათ ჰქონდათ სომხებმა როგორც ჩვევიათ მოისყიდეს თურქები ფული მისცეს დიდძალი გამოაგდებინეს შეკოჭეს და გამოაგდებინეს იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი კულკლიდან მაცხოვრის საფლავიდან გაიყვანეს და გარეთ სვეტთან დააყენეს ქონია სიხარული ყოფ დიდხანს ვიდექი და ვცდილობდი ამომეკითხა წარწერას დადიანების შეწირული ვეება სვეტი დგას ქართულად წარწერილი მარჯვნივ და მარცხნივ ჩვეულებრივი სვეტი არის როდესაც ეს ძალიან ბევრს ლოცულობდა მწვალებელი საქმე ეროვნებაში კი არ არის ბერძენი იყო სომეხი იყო თუ რუსი თუ ქართველი ეს არ არსებითია მნიშვნელოვანი ის იყო რომ იერუსალიმის პატრიარქი იყო მართლმადიდებელი ანუ ჭეშმარიტი რწმენის აღსარებელი და სომეხი კათოლიკოსი იყო მწვალებელი მონოფიზიტი შეიყვანეს კულკლიაში ძალიან ბევრი ილოცა მეტანიები აკეთა ამის თავი დაისერა მაგრამ შედეგი იყო ნულოვანი როგორც თქვენ იტყოდით ცეცხლი არ გადმოდიოდა და გარეთ დაიწყო ლოცვა იერუსალიმის პატრიარქმა შეკოჭილი იყო პირჯვალსაც ვერ თავით იწერდა პირჯვალს როგორც ქეთევან წამებული წამების დროს ვიდრე თავს მოკვეთდნენ ხო და მისი ლოცვით გარდა მოხდა ცეცხლი ნახეთ რა მოხდა პირდაპირ გარეთ კი არ გამოვიდა ჩავიდა ჩვეულების კულკლიაში არა თუ სანთლები სომეხი კათოლიკოსის მონოფიზიტის გამოვიდა კულკლიდან რომლის კარის დახურული იყო და გაიარა სვეტში და სვეტი გახეთქა აი უნდა რატო ვიყავი დიდხანს ვაკვირდებოდი ამას ვერანაირი საშუალებით ვერ საჭრეთლით ვერ ულტრათანამებით ვერ გახსნი გაჭრილი კი არა აი ვარდი რომ გადაიშლება კოკორი ასია გადაშლილი იმ ადგილას სვეტი გამოვიდა იქიდან ეს ღვთიური ცეცხლი და შეკოჭილი იერუსალიმის პატრიარქის ხელში ანთო წმინდა სანთლები და იქუხა ხალხმა მათ შორის წვალებლებმა კიდევ ერთხელ დაამოწმა სული წმინდა სად არის ჭეშმარიტება და რომელი სარწმუნოება მოსაწონი უფალი ღმერთისთვის მსგავსი რამ რაღაც რამდენიმე წლის ირინეოს პატრიარქი რომ იყო იმის დროსაც უნდათ მონოფიზიტებს მაგრამ მაშინაც ყობზი ნაცარში ჩაუვარდათ ესე რომ ადამიანური რწმენა არაფერს არ ნიშნავს ღვთიური რწმენის წინაშე და უბრალოდ დასანანე არიან ეს ადამიანები რომლებიც ცდარად სახურებენ ღვთის მიმართ და ცდარი სარწმუნოება აქვს თუმცა თავად სომხები თავის დროზე პირველი საუკუნიდანვე მოციქულების განათლებული არიან თომა მოციქულისა და ესე იგი ერთგულად მისდევდნენ ამ რწმენას და როცა მერე სპარსეთმა მოსთხოვა რომ რწმენა შეეცვალათ იმიტომ ბერძნებიც იყვნენ დიოფიზიტები ქართველების ალბანელები რომელიც ქრისტიანები იყვნენ პროქართველური ტომებიდან მოდიან ალბათ დღეს რომ ამოხოცეს მერე სომხებმა და სპარსელებმა ერთად ხმა შეწყობით და სომხებსაც მოსთხოვეს ქართველებმა მტკიცე უარი თქვის თავიდანვე სომხებმა ქალაქ დვინში მოიწვიეს დიდი კრება მნიშვნელოვანი ქალაქი იყო დედაქალაქი იმ დროს მაგათი მოიწიეს კრება გამჭეს და დაასვენეს რომ ესე იგი თან სპარსელებმა რომელიც ცეცხლთაყვანისმცემლები წარმართები იყვნენ რა შესთავაზეს რომ ესე იგი თუ
მაინც და მაინც ქრისტიანობა უნდა კიდე დაირჩიოთ, ბერძნების რწმენაში არ დარჩეთო, დიოფიზიტობაში. მიიღეთ მაგალითად ნესტორიანელობა, ან სხვა რომელიმე რწმენა, მონოფიზიტობა, სხვა ან არიოზელობა და სხვა და სხვა. და საბოლოოდ ესე იგი გაამჭეს კრებაზე და დაასკვნეს მეფესთან ერთად, რომ ჯობია ერი გადარჩეს და რწმენა შევიცვალოთ. დაახლოებით იგივე თქვეს, რაც თქვეს ებრაელებმა, როცა ქრისტე ჯვარს უნდა ეცვათ. ჟობს ერთი მოკვდეს, ანუ ქრისტე და ერი გადარჩესო და სინამდვილეში ქრისტეს სიკვდილი სიცოცხლის დაცხონების დასაბამი გახდა მათ დაუნებურად. ხოლო ერი არათუ გადარჩა, დიასპორაში განიბნია ებრაელი ერი. დაკარგეს სამშობლო, გადასახლებული, მოშორებული იყვნენ, ესე იგი ვესპასიანე ქვაქვაზე არ დატოვა ერთი გოდების კედელი შემორჩა დღემდის თავიანთი ტაძრიდან და ეს ჭკუის სასწავლებელი უნდა ყოფილიყო კაცობრიობისათვის, მაგრამ როგორც წესი, ცოდვილი კაცობრიობა ჯეროა დასკვნებს არ აკეთებს. სამწუხაროდ რა თქმა უნდა. მოკლედ კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ იონასთან. ამის შემდეგ ესე იგი ვეშაპს უბრძანა, მოცურდა იონასთან და გადაყლაპა. 3 დღე და ღამე იონა იყო ვეშაპის მუცელში. სათქმელად ადვილია და მოსასმენად. აბა საკუთარი თავი პატარა რაღაც განსაცდელებში რომ ვარდებით, მე მინახია. ხმის სახსახი გვეწყება, ხმის კანკალი, ესე იგი გონება საგად ვეღარ ვაზროვნებ, წივით, კივით, მოთქვამთ, დეპრესიაში ვარდებით, ზოგი თვითმკვლელობამდე სმითის და ასე შემდეგ. არაფერი მსგავსი არ ყოფილა იონასთან. იონა ჩავარდა სინაგოგში. ჯერ კიდევ გემბანზე როცა ამცნეს, რომ იღუპებოდნენ. ახლა როცა ღვთის მიშევთ, მას სწამდა, რომ ღვთისნების გარეშე იოტისოდენა არაფერი არ ხდება. ასეთ ამგვარად ამოყო თავი ვეშაპის სტომაქში. სადაც იყო სიმყრალის სუნი, სიბნელი, უკუნწყდიადი, ხომ წარმოგიდგენიათ რას ნიშნავს ეს? და 1000 შიშნეულობანი. და არ იცოდა რა იქნებოდა მომავალში. რაბეც ეწეოდა. დაიღუპებოდა თუ ღმერთი შეიწყალებდა. მესამე დღეს მოიდრიკა მუცელში ვეშაპისა მუხლი და ღმერთს ლოცვით შეეღაღადა, სადაც შენდობას ითხოვდა და წყალობას მოკლედ რომ გითხრათ საყვარელო. ეს ის დამაფიქრებელია. გემბანზე კი არ დაიწყო ლოცვა, ან თუნდაც პირველ დღეს და მეორე დღეს, მესამე დღეს. არ ვიცი, თავისებური ხასიათით აიხსნება, რომ გულში შინაგანად მაინც გამწყრალი იყო ღმერთზე. შინაგანად ისე ურჩობა ჰქონდა, მაგრამ რა დაინახა, რომ იღუპებოდა, მოდრკა, არა მარტო მუხლი, არამედ გულის მუხლი, რაც თავარია, მოდრიკა ღმერთის წინაშე და შენდობა ითხოვა და წყალობა მისგან. აი ამ ლოცვის შედეგად და შემდეგ უბრძანა ღმერთმა ვეშაპს. მისურა, სად მისურა, საყვარელო, ესე დამაფიქრებელია. არა ნებისმიერ ნაპირზე, ხმელთაშუა ზღვის, არამედ სწორედ იმ ნაპირზე, საიდანაც გემბანზე ფეხი შედგა. იქ მისურდა და აღმოაგდო პირიდან, როგორც უბრძანა ღმერთმა. ესეც არ არის ყველაფერი. ღმერთმა კიდევ ერთხელ უბრძანა, რომ წასულიყო ნინევიაში და ეკადაგა, რომ 40 დღის შემდეგ დაიღუპება, დაინგრევა ნინევია. იგულისხმება ადამიანები წარწყდებიან, დაიღუპებიან. ამჯერად ქედი მოუდრიკა იონა და გაეშურა ნინევიისკენ. შევიდა ნინევიაში. ნინევია იყო იმდროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი ჩვენ წელთაღრიცხვამდე მერვე საუკუნეში. მოსახლეობა იყო 100,000, შეიძლება ზოგიერთი გაეღიმება ეს რა. ეს მაშინ იყო ძალიან დიდი რიცხვი ადამიანების. დიდი ქალაქი იყო. მაგრამ ესე იგი 3 დღე ჭირდებოდა ფეხით რომ შემოგევლო იონას იქში ვკითხულობ. მიმოდიოდა მთელ ამხელა ქალაქში და ქადაგებდა ერთსა და იგივეს. აი ამ ერთ წინადადებას 40 დღის შემდეგ ნინევია დაიქცევა. შემდეგ დატოვა, მაგრამ უყურებს რომ ქალაქს არაფერი არ ჭირს. არაფერი ნიშნები დაღუპვის და მიწისძვრის არ ჩანს. კვლავ რაღაც წენა წამოვიდა გულში, თავისებური ადამიანია ხო ვამბობ. პატარა ბავშვით იქცევა. ღმერთისგან ნახა საჟელიც, ყველაფერი ვეშაპის მუცელი და ისევ შინაგანი ბრძოლა აქვს თითქოს ღვთის მიმართ. გამოვიდა ქალაქიდან აღმოსავლეთის მხარეს, პატარას
საჩრდილობელივით გაიკეთა, იმიტომ რომ პაპანახება სიცხეები იყო და წამოწვა და ელოდება ქალაქი როდის დაიღუპება. ესე იგი ჩვენ უნდა დავამატოთ ქართული სიტყვა ალხეინათ ელოდა როდის დაიღუპება. ესე იგი თანაგრძნობა არც კი არც გაუაზრებია ჯერ უნდათ რომ დაიღუპებიან წარმართები სად წავა მათი სული წავა შეოლში, ანუ ებრაულად ჯოჯოხეთში. ეს არ ადარდებდა. ანუ ჯერ კიდევ არ იყო სრულყოფილი როგორც ესეთი, რასაც ვერ ვიტყოდი მაგალითად ესაიაზე, იერემიაზე და სხვა. მაგრამ როგორც სიტყვიან ცხოვრება, სწავლება, სწავლა, გამოცდა და ელოდება და გადის ეს დღეების არაფერი არ ხდება. მსგავსი უკვე შინაგანად ბობოქრობს იონა. და რაზე ბობოქრობს საყვარელო? არ ახდება მისი წინასწარმეტყვი, რომელიც მისი სულაც არ იყო ღმერთმა უწინასწარმეტყვა და მისი პირი მონახარ იონამ მხოლოდ არ ახდება და შინაგანი, ესე იგი ბობოქრობა მატულობს მასში. როდესაც არ ახდება, იმიტომ რომ ღმერთილმოპიერია და მოწყალე, ესე იგი მე აბუჩად ამიგდებენ. შეიძლება ქვაც კი დამკრიბონ. ანუ იყო პატივმოყვარე ადამიანი. მოკლედ და გასაგებად, ანუ პატივმოყვარეობა მოდის ამ პარტავნებიდან, იყო შინაგანად ამ პარტავანი, პატივმოყვარე და აქედან გამომდინარე დიდების მოყვარეც. ნახეთ ღმერთმა რა ღვთივმშენიერად მოუწყო ასეთი რამ. სიცხემ რომ დააჭირა, აყიროს უბრძანა, აყირო ძველ ქართულად არის გოგრა, დასავლურად კვახი. ამოვიდა ვება აყირო, ვრცელი ფოთლები გაშალა და იონას უჩრდილა. იონას იამა. და მიაწერა საკუთარ თავს, რადგან იყო პატივმოყვარე, არ ღვთის წყალობას. მაგრამ ღმერთი ამითაც გამოსდიდა. ერთი სიტყვით იამა მას და მეორე დილით ღმერთმა უბრძანა აყიროს, რომ გამხმარიყო. გესმით საყვარელო? სათა და ქვეყნის შემოქმედია ცავერიტებს უხლის დიდებას, ანგელოზები ვერ მიხედვენ, მათ შორის პირველი ტრიადისა და გოგრა რა არის? გოგრაზეც კი ფიქრობს. მის გარეში, როგორც გალაქტიონი კარგად თავს სივარაქრის ამ ქვეყანაზე. არაფერი არ ხდება და ყველაფერში დიდი სიბრძნე ჩვენ გაკვეთილების გამოტანა უნდა ვიცოდეთ აქედან. როცა განსასწრელი იყო, კერუნა ვლანძღავდეთ უფალს, თავს ვილანძღავდეთ თუ ვიკრავდეთ. არა. უნდა გავაანალიზოთ რა მიგიყვანა აქამდე. ღმერთი სიყვარულია, დიახ, რა თქმა უნდა. აბა რატო დაუშვა ღმერთმა სიყვარულმა ეს ბოროტება განსასწრელი? ღმერთმა ეს შენთვის ბოროტება შენ წამლად დაუშვა, რომ ტკივილებში ჩაგაფიქროს რა მიგიყვანა აქამდე, რომ სოდვაში ხარ, მაკიერებაში, სულიერად ზოგიერთი უკვე დაბრმავებულების კი ხართ და არ იცით რომ იღუპები. აი ღმერთმა გამოგაფხიზა. ამიტომ მას შეჩვენება კი არა, მადლობა ჩვენგან. როგორც ზრუნველი მამა ყოველ წამიერად ფიქრობს, ყოველ არათუ ადამიანზე, სულთგმულზე. აყირო რა არის საყვარელო იოლადან დავიმოწმე აყიროზეც კი. მოკლედ, აყირომ, ესე იგი ადამიანი რა ურჩია, მათ შორის წინასწარმეტყველი და რომ უბრძანა ამოვიდა გოგრას, უბრძანა გახმა. იმას უფრო მეტი მორჩილება ჰქონდა გოგრას, ვიდრე ადამიანს. ეს რა თქმა უნდა ეწყინა იონას. ეს უკვე ღმერთს მიაწერა, რომ გახმა. ზეს რატო აჭერდა? ხო ღმერთს ემორჩილება. და ესე იგი ღმერთს გაბედა და საყვედური უთხრა. რატომ არ იღუპება ეს ქალაქი? რატომ არ დაიქცევაო? ესე იგი წარმოვიდგინე როგორი კადნიერება, ეს უკვე არ არის წმინდა კადნიერება. ეს არის არაწმინდა კადნიერება. აი მაგალითად შეპყრობილ მაცხოვარს რომ სილა გააწნა მალქოსის საჭურისმა. ეს იყო არაწმინდა თავხედობა, რა არის წმინდა კადნიერება? მაგალითად საიდუმლო სერობაზე, როდესაც იონე მახარებელი მკერდზე მიეყრდნო სიყვარულითა და სითბოთი თავის მოძღვარს. მაგრამ ნახეთ რა კითხა, ვინ არის შენი მიმცემელი? ესეთ კადნიერებაა. მაგრამ იმის გამო რომ უფალს უყვარდა იოანე, უარი არ უთხრა თხოვნაზე. დაუსახელა უსახელოთ. როგორ? თავად გასცემსო თავის თავს. ვით ჩემთან ერთად პინაკში შთამოყოს ხელი, ის არის მიმცემელი. სახელი არ თქვა. იუდამ თავისი თავით გას, რატომ? ერთი სული ჰქონდა აღნათქვე 30 ვერს ზორდით ჩაიჩხრიალებდა ხელში. უფალი ყველას თავად აძლევდა ზერებს, თან ეუბნებოდა რას აძლევდა. იუდა არ დაელოდა.
როგორი სულსწრაფი იყო, ელეთ-მელეთი ჰქონდა 30 ვერცხლი, რომელიც აღუთხეს მწიგნობა ფარისევლებს, მღვდელმთავრებმა მალე აეღო და ჩასტაცა მგელივი პინაკში, ანუ ჭურჭელში ხელი ამოიტაცა და ამას არ ქვია ზიარება, გადასასლა. რა კი მგელ შევატარე, ეს გამოთქმა აქაც უნდა ვიხმარო. და რა იყო შედეგი იცი? სასჯელად და დასაჯელად მიიღო ზიარება. არც გაიარა ჯერ უნდათ რას აძლევდა უფალი თვით იუდა ისკარიოტელსაც კი. ღმერთმა უპასუხა გლოსოლალი თავის წინასწარმეტყველს. ნაგებ როგორ განსავლის უფალი. ტკივილები, განმარტები, წინასწარმეტყველები ერთი რამ ამოძრავებს, არა მარტო სხვას უწინასწარმეტყველოს, გააფრთხილოს და გამოაფხიზლოს, არამედ პირველ ყოვლისა თავად მისი რჩეული წინასწარმეტყველი. ეხლა თქვენ იყვნით როგორ ასეთი ადამიანი თუ იყო პატივმოყარე, დიდების მოყარე, შინაგანად ზვაობარი და სხვა როგორ გამოირჩია. კურნალი შირდება, საგვარელო ავადმყოფს. ასეც ყოფილა რომ განკურნებულა მომაკვდავი ადამიანი და კონგენიალური აღმოჩენილა მერე და ეს ჩვენ არ ვიცოდეთ. მიუწვდომელ არიან გზანი უფლისანი. ნებისმიერი ნიჭი ეს წინასწარმეტყველის იქნება მახარებლობის, ღვთისმსიტყვის ქადაგების თუ თქვა, ეს არის არა დამსახურება ადამიანის, არამედ ღვთისწყალობა. გარდა მაგისა ღმერთი არის განგებიანი. მან ყოველივე უცის, როგორც პავლე ამბობს, რა არის შინაგან ადამიანში. და ჩვენ გასულ კვირას სწორედ ამაზე ვილაპარაკეთ ტალანტებზე. ჰარი ჰარალოთ რომ არავის არ აძლევს და ვის მისცეს 5, ვის 2 და ვის 1, მან თავისი დიდი სიბრძნით ყოველივე უწყის. და ადამიანის ბუნებასაც აქცევს ყურადღებას და თავისებურებებს. ჩვენ ვიცით, მაგალითად მოციქულები წინასწარ მოშურნენი იყვნენ ღვთისა, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩა ესე იგი გამოირჩნენ მოციქულები პეტრე და პავლე, იაკობი, იოანე და სხვა. თუმცა ეს არაფრით არ აკრინებს დანარჩენ მოციქულებს, რომ წინასწარმეტყველების სულ 16-ია ძველი აღთქმით. 4 დიდი, აი ეს 4 დიდი განსაკუთრებულად გამოირჩნენ მოშურნეობით და ყველა ზოგი ესე იგი განხერხეს, ზოგს ხვა დაკრიბეს, ზოგს თავი მოკვეთეს. ეწამნენ კიდეც იმ ნიჭის გამოისვებით, რომელიც ღვთისაგან ჰქონდა მიღებული და უფალმა მიუხედავად იმისა, რომ უფალმა უბრძანა მათ მსმენელებს წინასწარმეტყველს, ჩემს წინასწარმეტყველს პირს სულ დაუხშოხთო. მაგრამ დაუხშეს პირი კი არა, აწამეს და თავის კვლელობით დაასრულებინეს სიცოცხლე უღნორმა უღმერთო ადამიანებმა. მოკლედ ესე ღმერთმა გლოსოლალი თხმა მოსაზესით გამო თავის ანჩლ შეიძლება ითქვას წინასწარმეტყველებს. შენ გესიამოვნაო, როცა გოგრა აღმოვაცენეო. კიო, მან მიგრილაო მე. შენ შეგებრალა აყირო გოგრა. უსულო ესე იგი სცენარე თითქოს. უსულოსულაც არ არის თავისი სიცოცხლის სული აქვს იმასაც ღვთისმადლით. შენ რომელიღაც გოგრა შეგენანა, რომელიც არ გიზრუნია, არც დაგითესია, არც მოგითოხნია, არც მოგიწია, არ მოგივლია. კახელის არ იყოს რა ნამუსით იყავი ჩრდილში რა. რო ვიკითხოთ, კახურ კილოზე. მაგრამ ის რომ გახმა, ეს დაგენანა. შენ დაგენანა გოგრა და არ გენანება 120,000 ადამიანი. რომლებმაც არათუ ღმერთი არიციან ჭეშმარიტი. არიციან მარჯვენა საითად და მარცხენა. და არის იქ უამრავი პირუტყვი. ესე იგი არა მარტო ადამიანები პირუტყვების დაიღუპებენ, ისიც კი შეიწყალა ღმერთმა. ამ კი რისთვის დავსაჯო? როცა მესაჯელი თვითმიზანი კი არა მაქვს დავსაჯო ადამიანი. არამედ ეს უწინასწარმეტყველე თუ არ შეინანებენ, მათ ეს დაემართებათ. და რა მოხდა მართლაც ქალაქში? წარმოიდგინეთ, მარჯვენა მარცხენას ვერ არჩევენ, ღმერთს არ იცნობენ. ისეთი დიდი სინანული აჩვენეს და მათი მეფის ხურსაც მისვა, გადმოვიდა საყდრიდან, დაინახა რომ ნინევია უნდა დაიღუპოს. განიმოსა პორფირი მეფის ამოსელი. ძაძები შეიმოსა, ნაცარზე დაჭდა და ისრაელელების ღმერთს ევედრებოდა რომ შეეწყალებინა ქალაქი. და ბრძანება გასა, ყველას უმკაცრესად ემარხულად და ემარხულებინა პირუტყვი და ფრინველიც კი. წარმოგიდგენიათ საყვარელო? და მეფის ბრძანება მეხსეულად აღასრულეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი პავლესთან ერთად მიუწვდომელ არიან გზანი უფლისანი. ამიტომ ნურავის ნუ განვიკითხავთ. დღეს შეიძლება დაჯერებული წარმართია, ღვთისმგმობია, ჩვენ ვიცით წმინდანებში რომ დიდი ცოდვილები და ღვთისმგმობელები იყვნენ.
Რაღაც შურს წავიდეთ საგვარეულო აგერ პავლე მოციქულის ტაძარში პეტრე პავლეს. დევნელი იყო ქრისტიანების, ქრისტიანთა სისხლის კი იყო მის ხელზე და მაშინ რაც როცა უფალმა განიზრახა მისი მოქცევა დამასკოში მიეშურებოდა მღვდელმთავრის წერილით რომ დაერბია და საპრობილეებში შეეყარა და მოეწყვიტა იქაური ქრისტიანები. მაგრამ დაბრმას ხორცელად და დაუბრმა თვალები და მე ერთი სინათლეც მიიღო და მეორეც სულიერი. ჩვენ ეს არ ვიცი ვინ როგორ და როდის მოიქცევა. ღმერთი კი ჭრեց როგორია ეს მის თავისებურებებს ითვალისწინებს. ერთნაირად კი არ მოაქცევს. თითოეულს პიროვნულად უდგება თითოეულ ადამიანს. ასე თქვა თავისი გზები გაყავს თითოეული ადამიანის გულისკენ. და რაც ჩვენ არ გვესმის, მოდი იმაში ჩავერევით საგვარეულო. ცნობილი გამოთქმა რომ ამბობს ხვირწი რა გვაქვს. ისიც კი იმასაც ვერ ხედავ ჯეროვნად. სინამდვილეში. ამის შემდეგ რა ნახა ასეთი დიდი სინანული, მარხვა, ცრემლი, თვითდამსრობა, ღმერთმა შეიწყალა ეს ქალაქი. აი ახლაც რომ ამდენი ღვთის გამარისხებელი საქმეები ხდება, ომები, დამცირება, შეურაცხყოფა, ერთმანეთის გადაცევა, ტრაფიკინგი, ნარკო ბიზნესი და მრავალიცა სხვა, ღმერთი ითმეს, რომ აი კიდევ ვისაც დარჩათ ადამიანები არიან დედამიწაზე, ვისაც ჭეშმარიტების მიღების უნარი აქვთ. აი ხო ვამბობთ რომ მიგრაციები იყო ნაწინასწარმეტყველი, როგორია საზარელი მდგომარეობა საქართველოში, ზედამოსვლა, განსაკუთრებით აფროაზიული მოდგმისა, დიდი საშიშროება ამ ხრივაც გვემუქრება, მაგრამ ნახეთ ღვთის განგებულება. ამასობაში მათი ერთი ნაწილი მოიქცა მე მაგალითად აფრიკელი მნათე. სამების ტაძარში გინახავთ ალბათ არა? სპარსელი თურქი, მათ შორის ჩემი სულიერი შვილი, მე მომნათლე სულიერი შვილი არის მიქაელი. ეხლა თქვენ იტყვით რამდენი იყო, მე კი არა, სხვებსაც ასევე, სხვა ტაძრებში. სულ რომ ერთი ადამიანი იყოს, ღმერთი ჩვენსავით არაზრუნებს. იმისთვისაც კი მზად არის მოითმინოს ამდენი ბოროტება მილიარდობით ადამიანის. მაგრამ ხშირად გვითქვამს, წმინდა მამებთან ერთად, როგორც კი უკანასკნელი წმინდანი შევა სასუფეველში და კაცთან მოდგება უნარო გახდება, მიიღოს და შეიტკბოს ჭეშმარიტება, მაშინ მოვალ სუფალი დიდებით განშად ცოცხალთა და მკვდართა. აი რისთვის არსებობს მიუხედავად აურაცხელი ბოროტებისა, რომელიც იფრქვევა პირდაპირ დედამიწაზე, რისთვის ითმეს ასეთ დედამიწას და კაცთა ეგევითარ მოდგმას. ჯერ კიდევ ღვთის განგებულებაში არიან ადამიანები, რომელთა მოქცევა და ცხონება შეიძლება. ამიტომ მოდი ჩვენ ღვთის განგებულებაში ჩავერევით. ეს ჩვენ არ გვეს. ჩვენ კი არა, როგორც ხედავთ, წინასწარმეტყველსაც ყველასაც არის მოდა წინასწარმეტყველთაგან. მოდით ეხლა საგვარეულო მოვიგონოთ ისიც ახალი არქმი და რომ უფალი როდესაც მოვიდა დედამიწაზე, მან მოიხსენია იონა ერთ-ერთ ქადაგებაში და რა კონტექსტში ეხლა ამოვიკითხოთ. წინასწარმეტყველა იონას ხსენებით და მისი განსასწრელისა საკუთარი ჯვარცმა და ვნება. აი რას ამბობს მაცხოვარი ერთ-ერთ ქადაგებაში. ვითარცა იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა 3 დღე და 3 ღამე, ეგრეთ იყოს ზეკაცისაი გულსა ქვეყანისასა 3 დღე და 3 ღამე. ანუ თავისი ვნება ჯვარცმა დაფლვა და მესამესა დღესა აღდგომა იწინასწარმეტყველა. კაცთი იგი ნინეველი აღდგნენ საჟელს მას ნათესავის ამისთანა და დაშიდენ მათ. რამე თუ შეინანეს ქადაგებასა მას იონასსა და ესერა უფრო ის იონასსა არს. მეორე ის წინასწარმეტყველებს მეორედ მოსულს, რომელსაც იონას პირითაც წინასწარმეტყველა როგორც შესავალში გითხარით. კერძოდ რა თქვა? როდესაც საშინელი სამჟღავნო იქნება, მეორედ მოსulis შემდგომ საყოველთაო აღდგომა, ნინევიელები, აი ის წარმართები, რომელთაც შეინანეს იონას წინასწარმეტყველებით და პირზე დაადგებიან პირყოლისა ისრაელიანებს გულისხმობს. იქ ქადაგებს უფალი და ყველა დანარჩენ ქრისტიან საზოგადოდ რომ ვთქვათ, რომელთაც მიიღეს როგორც ასეთი სარწმუნოება, მაგრამ მათი საქმეები მკვდარი იყო, ამიტომ ჩაკვდა მასში რწმენას და საბოლოოდ წარწყდნენ. იქ იონა ვინ არის? ისიც ასეთი ურჩიერდგვარად. მისი შეისმინეს და შეინანეს. აქ კი იონაზე მეტია ვინ? ქრისტე მაცხვარი, რომელსაც უარყოფენ. მაგრამ ლოდი რომელიც შეურაცხმეს მაშინებელთა, ესე იქნა თავკიდეთად არა მარტო
სულიერი ისრაელის აღსაშენებლად, არამედ ესე იგი სოფლიო სახლისა, მაგრამ ამ გაგებით არა, როგორც დღეს აშენებენ ანტიქრისტესთვის. სულიერი თვალსაზრისით გულისხმობ. მოდით ახლა ყური მეუყვრა წმინდა მამებს, რომელთაგან ესე იგი გამოთარგმანებანი, განმარტებანი იონას სასწაულისა, ესე იგი დაგვიტოვეს წმინდა მამებმა, ხოლო დიმიტრი როსტოველმა თავის თვეში, სადაც წმინდანთა ცხოვრება აღწერილი და მრავალტომეული გამოსა, მე მინდა შეგახსენოთ იცით, რომ იყო უაღრესად განათლებული ადამიანი, ბოდიში რუსი მამა არის. შეიძლება ციტატა მოვიტანო? როგორ არის თქვენი საქმე? თქვენ ხო არ იხრებით იქით ცოტა? რამხელა სისულელია და სრული უმეცრების გამოვლინება რა. ყველაფერს თავი დავანებოთ. ენციკლოპედიური განათლება ჰქონდა. იყო თავდადებული მღვდელმთავარი, მიუხედავად ის, რომ მთელი ცხოვრება იყო ავადმყოფი ფიზიკურად. არად დაგიდევდა ღვთიური დიდებისა და ღვთის სიტყვის ქადაგების წინაშე. დაგვიწერა არაჩვეულებრივი ნაშრომი, დაგვიტოვა მრავალტომეული თვედისა წმინდანთა ცხოვრება აღწერა. ესეც არაფერია, ყველაფერო განათლებული იყო, თითქმის ყველა წყაროს ეცნობოდა, აჯერებდა და მერე ჩამოქმნიდა ამა თუ მოწამის თუ ღირსის თუ სხვათა და სხვათა ცხოვრებას. ხშირად მას გამოცხადებაც კი ჰქონდა ამა თუ წმინდანისა. აი მაგალითად ერთ-ერთი კაბადუკიელი წმინდანი სახელი აღარ მახსოვს, ცხოვრებას აღწერდა სხვადასხვა წყაროებიდან და დაამთავრა და ღამე ცოტა ხანი მოისვინა. 2-3 საათი ეწინა, ვიდრე ცისკარ შემოკრავდნენ და ტაძარში წავიდოდა ცისკრის ლოცვაზე. და ესე იგი ძილსა შორის ამ 2-3 საათში გამოეცხადა ის კაბადუკიელი მოწამე და აჩვენა გვერდი, რომელშიც ლახვარი იყო ნაგმირები. ჩაწერე წმინდა მამაო, არსად არ არის აღწერილი, რომ მე ჩემი ქრისტეს სიყვარულისთვის ეს ჭრილობაც მივიღეო. ხოლო დიმიტრი როსტოველის ცხოვრებაში აღწერილი იმ კაბადოკიელ მოწამესე, რომ ლახვარიც აწგერეს წამების დროს. ესე რა თქმა უნდა ძალიან საგულისხმოა. მოკლედ, წმინდა დიმიტრი ამბობს შემდეგს. იონამ თავის მსახურებასა და ცხოვრებაში წინა მოასწავლა იესო ქრისტეს სიკვდილი, აღდგომა და ქადაგება მისი. ეკლესიის მამანი ამაზე ამგვარად ამბობენ, ყურადღებით მოისმინე. მისხალ განმარტავენ მამები იონას თითოეული ნაბიჯი ამ ურჩობაში რას შეესატყვისებოდა, რას მოასწავებდა წინასწარ. კერძოდ, ივლტოდა, ანუ გარბოდა რა წინასწარმეტყველი ხომალზე ავიდა, ქრისტეც ავიდა ძელზე. ეს მოასწავებდა ჯვარზე ამაღლებას, ძელზე ქრისტე მაცხოვრისა. ზღვაზე ძლიერი ქარიშხალი ატყდა. ეს ზღვათა ღელვა იუდეველთა ურწმუნოება. ჯვარსაცუ ეგე, არა ეგე, არამედ ბარაბა გამოიხსენო. პილატეს რომ მიხვიროდნენ. ეს შეესატყვისებოდა ზღვათა ღელვა იუდეველთა სიგლისფეს. წინასწარმეტყველს წილი გამოუხდა, ზღვაში გადაეგდოთ. ესე იგი, როგორ დაწყნარდა ზღვა, წარმართებმა მიმართებს თავიანთ კერპებს შედეგი არ იყო, მაშინ წილი ვყაროთო და ვთხოვოთო, ღმერთო. ვინ არის დამნაშავე, ვის გამოხდება ეს და წილი გამოვიდა იონაზე მაშინ. მაშასე წილი გამოუხდა, ესე იგი, წინასწარმეტყველს წილი გამოუხდა, ზღვაში გადაეგდოთ. ეს წილი მამაღმერთის ნება, რომლითაც ქრისტე მწუხარებათა და სიკვდილის უსყრულში ჩადის. ანუ ჯოჯოხეთში. იონა ნებაყოფლობით თანხდება ზღვაში იქნას გადაგდებული. იესო ქრისტე ნებაყოფლობით ადის ჯვარზე. იონა ხომალიდან ზღვაში გადადის, ქრისტე ჯვრიდან საფლავში ჩადის და მიწის ქვესკნელში. იონა ემსხვერპლება არათა ზღვათა ღელვაში მოხვედრილები იხსნას. ქრისტე ადამიანთა მოდგმის ხსნისათვის კვდება სხდოთა ტალღები, რომ დაანთქავს და აღრჩობს მათ. იონას ვეშაპი გადაკლაპავს, მაგრამ არ ნადგურდება რა მისგან, ვეშაპის მუცელში ლოცულობს. იესო ქრისტე სიკვდილით მოკლული, მაგრამ დაუპყრობელი მისგან, ყოველი ადამიანისთვის ლოცულობს. გახსოვთ? დასაჟელად რომ იყავ. მამას ევედრება, ვიუტევენო, არა უწყიან რასა იქმანო. და ბოლო ლოცვაში გეციმანის ბაღში ვიდრე შეიპყრობენ რას ამბობს. მოციქულებს, რჩეულებს, სამს ეუბნება,
მოდის თავადი ამ სოფლის ეშმაკი, ესე იგი, მაგრამ საწერტელს ჩემში ვერ ხედავ. საწერტელი არის მოსაჭიდებელი. რა არის ადამიანში საწერტელი, რომ სიკვდილით მოკვდეს? სოდვა. ჩემში სოდვა საწერტელს ვერ ხედავს, რომ მომკლავს. მაგრამ მე მამას ამისთვის უყვარ, რომ ჩემი ნებით დაავსდებ სულს და ღვთის ძალით აღსდგები მკვდრეთით. ჩემი ღვთაების ძალით აღსდგებიო მკვდრეთით. ესე იგი იონასის ნაბიჯი ამას ნიშნავდა ქრისტესთან. იონა ვეშაპის მუცელში 3 დღე და ღამე დაჰყო იონა. იესო ქრისტე მიწის გულში 3 დღე და ღამე იყო. მესამე დღეს იონა ვეშაპის მუცლიდან იქნა ამონთხეული ღმერთის ბრძანებით. იესო ქრისტე თავისი ღვთაების ძალით, იმიტომ რომ თანაარსია მამისა და სულიწმინდა ღმერთისა, თავისი ღვთაების ძალით უხრწნელად აღდგება საფლავიდან მესამესა დღესა, რაც დასაბამი გახდება ჩვენი უხრწნელებისა, ჩვენი უკვდაებისა, ჩვენი ცხონებისა, თუ კი შეუდგებით ქრისტეს. სასაულებრივი დახსნის შემდგომ იონა ნინეველებთან მიდის სინანულის საქადაგებლად. თავისი აღდგომის შემდეგ იესო ქრისტეს სწავლება წარმართებს ეკადაგებად. მოციქულებს უთხრა ამაღლებოდე, წარმედი და მოიმოწაფენით. ყოველი წარმართებიდან დაიწყეთო ღვთის სიტყვის ქადაგება და ესეც აღსრულდა იონას სახით ნაწინასწარმეტყველები. იონას უბედურ ნაოსნობამდე ნინევიაში სინანულის ქადაგება არ უდოდა და არ სმენია, რომ მას შეენანა ნინევიას. და ღვთის რისხვა მოიწიეს თავს ნინეველებმა, მაგრამ ამის შემდგომ წინასწარმეტყველმა თავისი ქადაგებით ისინი იხსნა ღვთის რისხვისაგან. ასევე ერთი მხოლოდ ქრისტეს სიკვდილითა და აღდგომით კაცთა მოდგმა შთანთქმული ცოდვის უფსხრულში დახსნილი იქნა ცოდვისაგან, წყევისა და სიკვდილისაგან და შერიგებული იქნა ღმერთთან, რომელსა მხოლოდ საშვენის დიდებაი, პატივი და თაყვანისცემაი თანა მამით და სულიწმინდით და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ. ანუ მორჩილება არის საძირკველი ჩვენი გადარჩენისა. ამენ. ღვთისადმი მორჩილება იგულისხმება.